და მშვიდობისა ჩემო კარგებო როგორ ხართ? მშვიდობიანი დღე ყველას, ხომ ხართ კარგად? ჩვენთან აირია ამინდი, თავდაღირა დადგა ყველაფერი. საღამოს გუშინ ცოტა გაგვიწვდა, ახლაც ცრის. ამდენით ესო დავხვედე, ძალიან ფოთლიანი იყო და კიბესთან იყო ყველაფერი შემოსასწრა მოხრილი. დავხვედე, რა თქმა უნდა, ცოტაც ხარი არ იყო და ვიფიქრე აღარ ამოვარდება. მეთქი ისევ ამოვარდა და ალბათ ესო გაივსო ეს. აი, ნაპერწკლებს რატო ისურე? ხეფებს ნაპერწკლებს კი არა. დაგეგო. რაკი. ყოლა ასეთი გრილი ამინდი დღეს. ვარსები გუშინაც თბილისში იყო, ცუდი ამინდი დადებული იყო. გუშინ საშინელი ხარი და წვიმა იყო თბილისში, საღამოთი იყო დადებული, ეს პატარა ის რაღაცა იმედის ქონდა მგონი ერთხელ დადებული იმედის ასე ჩანდა რა, იმედის ლოგო ჩანდა და რა, მის საშინელი ხარი იყო გუშინ წვიმა თბილისში საღამოს, ვერცდები ახალი იყო. ჩვენთანაც ცუდი ამინდი დადგა. ეხლა პატარა მჭადებს ვაცხობ. სწრაფად ბოდიში. ეხლა რა გავაკეთე? გუშინ გავაკეთე და კარგი ფერი რო გავაკეთე. ატმის კამპოტი ჩამოვკრიფე რაც იყო. ვიფიქრე რომ ამინდი არ შეიცვალოს მეთქი ან წასული არ დაგვრჩენიერი და რომ არ ვიყო და ვერ გაკეთდეს ან არ გაკეთდეს რა ვიცი მე დარჩეს გავკეთებელი მეთქი იყოს რა სახში რაც გვაქვს იყო ბევრი აგორგო და ბევრი კარგი იყო გამოვარჩიე და აღრეცხე დავთვალე და გააკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგი ვქონდა გავაკეთე იმიტომ რომ ახლა სულ ყველაფერი ყიდულობ ადამიანი ძალიან ძნელია რო ვერ ვიყიდო მერე იყოს სახში რაც მაქვს ის გავაკეთო მაინც. ხო თორე აბაშარ შენ ქვიას ისეთი კაი ატმები იყო მოტანილი და გასაყიდად იყიდებოდა. შეხედო შეგიხარბებოდა. კარგი სურნელია დიდები შემოტანილი იყო, მაგრამ საიდან იყო არ ვიცი და ვეღარ ვიყიდე მაგ დროს მინდოდა მეკიდე და ვერ ვიყიდე. ეგენიც მინდოდა გამეკეთებინა. ხალხი ჩვეულებრივ სოფელში მაცხოვრებელი ყველა ყიდულობს ხილს. არ გიგონოთ არ ყიდულობს. ყველა ყიდულობს და აკეთებს. ხო და რაც მაგ ახლა ვიფიქრე ჯერ გავაკეთებ ამას ვეკიდე თუ საშუალებათა მისჩემედიც გავაკეთებ კიდე რატომაც არა. ზამთარში კარგია კამპოტიც, ნატურალური წვენი. ნაღით ქიმიას ხო ჯობია, გაზიასასმელს მისი ადგილები და სახით ნატურალურ კამპოტს მისი ადგილი. იგიც კარგია, იგიც მიყვარს, მაგრამ ის გაზიასასმელი მავნებელია უფრო. კონსერვებს რაჯობია რა ვიცი წელს თუ იქნება რამე არ ვიცი იმიტომ რომ კარტოფილი საერთოდ არ არის შარშენ დავდავთ ესეთ გამართლა და წელს თითქმის თელ რიაჩი არაფერი არ არის ცარიელი მიწა ერთი ის ძლივს ავაგროვე რო შემეწვა ერთი თაფა კარტოფილი გუშინ ბიომარკეტი გუშინ გავაკეთე და დღესაც ხარ ცეკემ ჭადა ყველი მეკნე. ჭადა ყველის მივისვენ ჭადი მინდოდა ეს პატარა ჭადები კაია. ვერცხლის დადება ისევ შეაჩერა ხათამა. 1-2 ძლივს დებდა და კიდე გაწყმიდა. ახლა წაეწყო ეს ცუდი ამინდები არ მინდა, ცუდი ამინდები იმიტომ არ მინდა რომ შეიძლება იქით. მერეცკენ უფრო მეტი ცუდი ამინდი იყო. ეს კურსი აუწევთ ამას და სასტიკად არ მინდა ცუდი ამინდები. ახლა მოვარდა და ახლა გადმიდა ამ ამინდა. აქამდე წასული იყვნენ მაინც. კაი ამინდები იყო ძალიან. კიდე ინტერნეტი არის ვერთხან შეჩერდა რა ვიცი მე ხანდენი არ არის
ხან ინტერნეტი ჩერდება მალე ამბობე შეფერხებას გვიანზე ვდებ ხოლმე ისედაც გვიანზე იდებ ამაზე 4 პატარა ეტევ ამ პატარა პატარას გადავივახო და Срис. Quiet срис. არ ვთქვით გითხარით თუ არა მთავრობა აფინანსებს ეს კურსიას ეს დაფინანსება უწევს სულ მარტო მე-11 კლასი ვერ მორიგდეს კურსიაზე ხო და არ წავით ხო და ჩვენ ბავშვებს გადაეცა ეს რა გამოიყენეთ და წავით ეს კურსიაზე დიდი ხანია ჩვენი კლასი არ ყოფილა კურსიაზე და მიდიან საჩხერეში აკაკი წერტლის სახლ-მუზეუმში ეხლა აირია მაინდამაინც ამინდებ და იმერეთი ერთხელზე ვართ ხოლმე ქუთაისი ჩვენ ხშირად ერთნაირი ამინდებია და არ ვიცი არ მინდა ცუდი ამინდი იყოს მაინდამაინც ეს კურსი ის დღეს სტიკად არ მინდა სიმედია კარგი ამინდი იქნება მაგრამ ძალიან ადრე მიდიან კიდე ესე შორს არის ეგ სახლ-მუზეუმი უფრო შორს არის კიდე საჩხერეში მომჩერდნენ და იქიდან მე ვარ საჩხერეში ნაყოფილი აკაკი წერტლის სახლ-მუზეუმში ესეთი ამბები და ამიტომაც არ მინდა მე ცუდი ამინდი ერთი ორი დღე არ მატყობს ცუდი ამინდი მე გავყენდი ხარი ჩავიგეს კი ვერჯერ გადავიღე რაღაცებით არ დავდე იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი გამოდის 1 საათიანი 1 საათით ალბათ შეიძლება ადამიანს დრო არ ქონდეს დაიქცეს და უყურებს ჯობია 9 საათიანი იყოს და რაღაცას. ყავა მდილით მივიჭი. ახლა უკვე ხო შეიძლება ისე კი ვერ გამოგვიძე ძალიან ადრე მგვიძავს ხო. ძილი მაკლია. რასაც ადრე ავდექი და იმაზე მეტი ადრე მე მგვიძე კიდე. აქ ცოტა სოფელში შეუძლებელია ესე შემდგომაზე დაიძინო ძალიან ხმაურია. ჯერ ისედაც გზის პირზე ვარ ხმაურია. მე დილაობით ხალხის როხას დენის. როხები ცალკე ყურის, ხალხი ცალკე დიდ ხმაზე საუბრობთ ერთმანეთში. ეძახიან არის ერთი ამბავი, მე ამ ყანებზე ლაპარაკი კიდე ამ დეხას ყანებზე იყო ლაპარაკი, ვინდა გაცნებდა. ჩემ ჭიშკრის ყველა წელიწად რა იყო მან, დაიჯახუნა. შეშტომა არის ამბების გარჩევა, აღარ შემიძლია. ჩვენი სახლის სიახლოა გზასთან ეს პატარა ეზოა და იმიტომ ამ პატარა ეზოში არის ამ ხელასახლე ჩადგმული. სინამდვილეში ესეთი პატარა ეზოში მოდევდეს პატარა კოხტოს სახლი და არა ამხება. მე რო დაასრულებ კიდე. გაგერთებას ძალიან უაზრობა ამ ხელასახლი ოთახები კარგად არ არის დაპროექტებული. ველად ყველა ერთნაირია კეთდებოდა. ოთახები ბევრი არ არის, სახლი დიდია მოცულობით, ოთახები არ არის. ადრე ყველა ერთნაირად პროექტდებოდა თითქმის და კეთებდა მოხდა. რა ვიცი, მე არ მომწონს, მე ასე არ გავაკეთებდი, მაგრამ სიყვანაა. პატარა ეზოში მე ჩაიგდეს, პატარა კოხტას სახლი. ნორმალური რა ვიცი, მე საკმარისი უთახებით რაღაცეებს.
ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ ეს სწორად განლაგებული და კოხტა უნდა იყოს პატარა. და რა ამხელა და უაზრო. დაუსრულებელი. ცხოვრება რამდენი დაიშურო, მომდენი მართლაც აღარ გარკვევთ თუ ამას აღარ შენიშნებით ვერ გააცხო. ძალიან გასაკეთებელია, ძალიან დაგლია, აღლა გასაკეთებელი. ას კიდევ კარგი მქონდა შარშანდელი კრიშები, რეზბიანი და ისე ეს რეზბიანი ახალი მქონდა სულ. ერთ დარჩენილი ეს კრიშა მქონდა ის სამიცა. აქედანაც მომაკელი და 2 თუ 3 ახალი კიდე იყუთავდი. ასია. კარგია გაკეთება შესანახების, მაგრამ მაგაშიც ბევრი ფული მიდის. არა ზამთარში კაია მაგიურში. მე ცუდიანია. ქარია და წვიმათა. ქარი არ იყოს მაინც ყველაფერს დავლა დაკარგ სულ მიახერხე. დასავლეთში მაინც ასე იცის. არ შეერჩეს ეს არაფერს თუ ქარია სანამ დავლა არ დაკრისხეს ნაყოფს არ მოეშვება. გადმოგება და ალბათ თქვენთან როგორი ამინდებია. პატარა ის ჯამი არ წავიღებ ისა ჭადის ფული. იმას უკრემალი იყო დაყრილი და მეზარ თავში ხდება ის. ამით მოვიდანე ეს ამისთვის კი იყო დიდი, მაგრამ არა ვიცი. ასე კითი ამბები. მოვაღმე. აღარ გავთიშა. მას კალი არ არის. ესეთი დავასხა და დავაფარო თორე არ გაგიცას. ეს ჭადები კი აგემილი ასე უფრო. ეს ნამება უნდა თავსახურიდან. პარკი ნატოდებს აქვს ვერი.
ხადები. დაგვისასა აქანდას ასე აკანდაკათა მიერთი გვერდს იქნება დადოს მოკლედ ასე ადამიანის ჭამა რო არ უნდადეს რა იქნება და ასე იმაზე არ ვიყურს გამოგიდე რაი ყოფი მოაშლეს თავი და მე რინას პატარა დარჩაში ნადეხი და დაიწვა ცოტა დრო გასვა Jack. Kind of good. ახლა ეს კურსიაზე რა გავატანე იმას სულთანები ხვალ ვიყიდო სულთანები ჯობი არაფერს არ წავიღებო რაც მინდა უსაჭიმელია კურსიაზე ყველა მოწამოიღოსო რამე თანხა იქონიო ვიფიქრე იმ თანხით ბავშვები შეკრიბავენ თანხას და ბავშვები და მასწავლებლები და დაგვდებიან სადღე და მიირთმევენ მეთქი 1000 სასაუზმო და სახადილი უარწევს და არა ხამი წამოიღონა ცოტა საფლად რა ვიცი ჯობდა ფული აეკრიფოთ და ისე უკეთესი ჩემი ისეთია მაინც რომ წაიღოს არაფერ შეჯამს აი შეერი მოგასახში მის წაღებულსაც არ შეჯამს სხვისას კი არა მისას არ შეჯამს ეს იყო დასწრილი ცხიმის წვეთიდან ცხიმის წვეთი იყო დაცემული და ის იმიტომ ის ქვია ახლა რა ვნახე იმაზე პატარა ვიდეოები რო როგორ ის ვთქვათ მოვაცილოთ ტაფას უკან რო შავდება და ულაქავდება ის ადგილები უნდა გააცხელო გაზზე აი ამოაბრუნო იმას არანაირი კოკაკოლა არ უნდა ცველი სალფეტკი ახლა ცველი სალფეტკი მაქვს მაგისთვის საკითხი ერთი უნდა დავტესტო ეგ მაგრამ გაცხელებულზე აყრის კაი ბლომად მაგრამ ეს ერთი ორი სუფრის კოზმარილი იქნებოდას კარგად აყრის მერე სოდას ისე იმდეს ახლა დიდი ტაფა თუ უფრო მეტი ენდოვე პატარა ტაფაზე იყო გაკეთებული ტაფის ძირს ხოდა და სევიდან მერე კარგად სველ სალფეტკის გადააფენს რამდენიმე ცალს ისე კარგად იყოს ამასაც დადებს და სევიდან დაასხამს წყალს წყალის დასხმაზე ხო სოდა იმაშვება უნდა ოღონდ ეთყობა თბილი ან ცხელი წყალი ინდობრა უფრო სოდა რეაქციაში მომდის და აფუვდეს ამოფუვდა და ჩხადგა მერე ისე და გააჩერო უნდა დაახლოებით 1.5 საათი ძალიან ის თუა პრობლემური ალბათ 1 საათი შემდეგ ამ დროის გასვლის შემდეგ მივა უკანთან და ეს ხელის მოწვევით გადარეცხვის გადახდაზე სრულიად რა ვიცი ვიდეოში ეს ყველაფერი ადვილია სრულიად სუფთა იყო ტაფის ძირი
ძალიან მცირე ლაქები ქონდა დარჩენილი. ხო და ერთი უნდა დავტესტო უბრალოდ ახლა სოლის სალფეტკი არ მაქვს, მე კარგა ხანი აღარ ყვები, ბავშვი როცა მყავდა პატარა, მაშინ მქონდა სულ მუდმივად, ეხლა არ მჭირდება არაფერზე სოლის სალფეტკი. ჭადები ამენაირად დავატიოთ. ეს კაი, მაგრამ ამაზე ესე აღარ დაედება. ეს სალკე დავდე. ის იყო სპეციალი ჩემთვის. გაგრილდეს სალკე. მაშინ და აქ დავამატოთ ხვრელი. ეს იყოს ასე. ამაზე. ტყემალთანაც მიყვარს ძალიან ახალი ტყემალი. მაქს just trees, ისე წვიმს. კაი, მაგარი ყველია ეს. მაგრამ თლად ისე ვერ არის, ცოტა დაკრავს გემო. ამიტომ ანაყიდი ყველი ასე. არ მიყვარს ხაჭაპურში იგრძნობა ყველის მის კვეთის გემო ვერ ვჭამ. არ მიყვარს. ცხელში განსაკუთრებით იგრძნობა თუ აქ. ერთი ადრე სულგუნი მიყიდე და ვეღარ შევჭამე კვეთის გემო მქონდა. სულგუნი კაი ხმელიც და ისიც, მაგრამ თუ იმის გემო აქვს, და თავდა. თხილა დამეჭერა ერთი და ახლა დამბრაზდებიან მაგის. გიორგის უყვარს თხელი ნაჭრები. გიორგი ცალკე მეჩხუბება ხოლმე. ამ წუთას ახლა აი უნდა, მაგრამ მამაჩემს სქელი ნაჭრები უნდა. გიორგი კიდე ცალკე მეჩხუბება თხლა დამეჭერა აჭრება. ის სქელს ვერ იტანს თხლა დაჭრას. ასე. გაიცალა ყველთვის. ყველის ამბობია, ყველა მქონდა. ყველა მათამაში. მე გავრიცხავ ხოლმე და ახალჩა. რო ამოვიდება. ასია ეგამბა. ქართული კერძებს არაფერი ჯობია. ზოგს ქართული ენატრება ერთ-ერთი აჯემაყლობელმა ნაცნობა მომწერა, მეგობარმა ნაცნობ, მაგრამ მეც კიდე რანაირად ვლაპარაკობ. მოგდიო, მაკარონის ნაჯამი. ქართული კერძები ენატრებად ხალხს. ახლა ჩემი დედაშვილიც იტალიაში წასულა, ბიჭი ხონთ, გიორგი ქვია. ხელად რაღაცა მეხუთი სხვა ადგილას იყო თან ზღვაში. ჩამდგარს მოსამყირეს. სათხარ მეთქი.
იტალიაში წავედი. მხარ იტალიაში კაცების სამუშაო არის მეთქი და არისო რაღაცას ვიშურიო რა. ძმაკაცთან ერთად წაბრძანებდი. წარმატებები უსურვე, ნახოთ რა იქნება. მართლაც რომ ის შეუნოს სამშობლო ნაკლებად არის იტალიაში კაცის სამსახური და რა ვიცი, შეიძლება ახლა არის. არა გამოგიცხოვრი. ხლა ძალიან მოსადანი მაგრამ იმაში არ გინდა ახლა წყალი მიიტანო დოკით ზდრაფი ჭაზე ვარ გასასწრაფო ორივე ასაფსები მაქვს მით ვერ შემოვიტანე არავინ არ შემოვიტანს წყალს არავინ დარჩა განთავისუფლება კენულიდან დარჩენილია 2 დღე მე თუ არ ჩავასხე არავის გახსენდი გაცლაში პირველები არის ასეთი ამბები ხალხი გარბის საქართველოსთან აბა საქართველოში რამინდა თონე ქონდა ყვარელში და ეთყობა რა შემოსავალი უნდა ქონდეს ახლა ჩემი დედაშვილს თონე ქონდა ყვარელში ხო და რა შემოსავალი უნდა ქონდეს რომ ოჯახი არ ჩინოს სამი შვილები ყავს პატარები მერთვაგნას ხელი მოიმართოს და იშვებოს ისეთი მასრომობდა ისე გამართლებოდეს ჩემი დედაშვილს საერთოდ ყველა წასულ ადამიანს სამუშაოზე ვინც არის ყველა გარბის საზღვარგარეთ ყველა უკიდურესი მდგომარეობა არის საქართველოში თუ ვინმე გამოგზავნი არ გყავს თუ პატრონი არ გყავს ძალიან ძნელია ან 1-8 წასული რამდენს უნდა გავგზავნოს რო არიან წასული დედები ყველა შვილიშვილები მათი სარჩელი ძნელია ერთი ადამიანის რამდენს უნდა გაწყვეტს მასაც ხო ჭირდება ექიმიც ჭირდება მკურნალობაც ჭირდება წამლები ჩემი დედა მაგალითად საბერძნეთში რომა წასული ამდენი ხანია სამივე შვილს უგზავს ამდენი შვილიშვილები ყავს უკვე ერთმა უმრავლობს და ყველა მისი სარჩენია ყველა მას უყურებს და ამიტომ ძნელია საქართველოში კი რაღაცას წამოიწყოთ მაგრამ თავი არ გაგა ყველა ერთს უყურებს ამ ერთმა რამდენი დარჩინოს, ეგეც სულ წამლებს ვამს. და სულ იმას იძახდა ექიმთან ვერ მივედი. ძალიან ძნელია ძალიან. დღეს ჯამრთელი, სრულიად ჯამრთელი არავინ არ არის. არ არსებობს ადამიანი, რამე წამალს რო არ სვამდეს და იღებდეს და არ ჭირდებოდეს. ნაკლებად, ერთეული ალბათ. ეგეთი ალბათ სანთლიცაძე პარენი. ამიტომ კაცია თუ ხალია ყველა გარბის საზღვარგარეთ. ანუ რაღაცა ვიშოვოთ შედარებით. ჩვენ ფულთან შედარებით ის რაღაც არის დღეს. თავი გაიტა და ოჯახის წევრები არ ჩინა და შვილები. კიდევ კარგი რო ეგ საშუალება მაინც არის ეს ქართველების ათვაცას მიდიან თორე რომ არ იყო საშუალება საზღვარგარეთ წასულიყო ქართველები კი იყვნენ იყო დროს აშკინელის სიხარიფე მეფობდა 90-იანებში ზოგი ყველა თბილისში მირბოდა ვისაც შეეძოდა ვაჭრობდა ეგ იყო ერთი გამოსავალი თორე იყო უმუშევრობა შიმშილი და არ ვიცი რა აღარ და კიდე სულ ადრე და ადრე ახლა დედა ჩემის ის ბებია რო ყვებოდა მაგალითად ბაბო აი იმ პერიოდში კიდე საშინელი ის გაჭირვება მაშინ ხო იგი იყო კიდე სად იყო ასე განვითარებული ასე რაღაცა მაშინ იყო ძალიან მაგარი დედა ჩემი რო ყვება ხოლმე და ისე
ძალიან მაგარი სიღარიბი, მაგრამ ხალხი არ იყო საშუალება იმის, რომ სადღაც წასულიყო, არც ჰქონდათ მაგაზე პრეტენზია. და ითმენდნენ, ცხოვრობდნენ როგორღაც. ეხლა არავინ არაფერს არ ითმენს. ის რაც არ არის, ის რაც გვაქვს, ისიც არ ყოფნის, უფრო მეტი და მეტი გვინდა. უფრო და უფრო სულ წუწუნებ და ყველაფერი კიდე რა თქმა უნდა გაძვირებულია და იმიტომ. კი, 21 საუკუნეაში არ უნდა ვიყოთ ნამდვილად. მაგრამ მაინც ასე. საქართველოს როდის ეშველება მაქვს, არ ვიცი. ძალიან ძნელია ცხოვრება და თავის გატანა და ყველა თუ გადავიხვეწებით ახლა კაციც და ქალიცაც პროგრად. აქ ვეღარ დარჩება, არ ვიცი, უცხოელები ალბათ. ისინი აქეთ მოდიან, ჩვენ იქით მივდივართ და ასეთი მდგომარეობა ქვეყანას. კარგით, აბა ჩემო კარგებო დაგემშვიდობებით. 9 საათიანი გამოვიდა ჩემი ვიდეო და ჯობიას 9 საათიანი იყოს უკვე 1 საათიანი. მშვიდობიანი დღე ყველას, მშვიდობიანი შუადღე, მშვიდობიანი საღამო, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს როდის დაიდება. შეიძლება საღამოს დაიდოს უკვე. რა ვიცი, რა დროსაც არ ვნახოთ, მშვიდობიანი დღე გქონოთ. მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, მადლობა ჩემი არხის ყურებისთვის, მადლობა ჩემი არხის გამოწერისთვის და თუ ვინმე არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გთხოვთ გამოიწეროთ, დამილაიქოთ და დამიკომენტაროთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბა მომავალ შეხვედრამდე. ჩემო კარგებო.